დავბრუნდით, გრძელდება ფემინისტური გადაცემა, არც ერთი კაცი ჩვენ სტუდიაში ამიერიდან. ძიმაც არ შემოვასწრებია ეს. რა თქმა უნდა, გვესტუმრნენ ქართველი კალათბურთელი ქალბატონები, რომელსაც მოგესალმებით, წარმოგიდგენთ სტუმრებს. ანა მაისურაძე, ნათია ფუტკარაძე, ნატა ჩიკვილაძე, დაჯი ციქორიძე, შორენა კუპატაძე. ფაშა. ქართულ კალათბურთს. იანები, დედები, მეუღლეები და კალათბურთელები. და წინა ბლოკის თემიდან გამომდინარე, მაინტერესებს საზოგადოების მხრიდან თქვენი ხედვა, როგორც ქალი კალათბურთელების, როგორია? გიგრძნიათ რაღაცა ისეთი ხა? კალათბურთი რა ქალის საქმეა. გიგრძნიათ ასეთი დამოკიდებულება? იცით რა, ეს ბოლო ალბათ დიდი ხანი ამ სპორტში ვარ მე პირადად და შეიძლება ითქვას ჩემი გუნდელებიც. შეიძლება ითქვას, რომ ბოლო 3-4 წელია სრულიად სხვანაირი დამოკიდებულება. ადრე იყო მაინც ეს რაღაც აზიური, ასე რომ ვთქვათ, ხედვა, რომ ქალი მაინც საოცრებად უნდა იყოს, ვთქვათ, ოჯახის, ასე რომ ვთქვათ, მავნელი, უნდა იყოს სამზარეულოში, უნდა მიხედოს ბავშვს, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ აქ ხრივ რაღაც ცოტა ევროპისკენ წავედით, ანუ რაღაც ფასეულობების გადახედვა, შეცვლა, დადებითი 4-ით ნამდვილად მოხდას, რომ ეხლა ამ პრობლემას არ ვაძლევით პირიქით. არავის არ უყვირს ძალიან. ეხლა ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ არ უყვირს. ყველას ყავთ ოჯახი? ყველას არა, ყველას არ ყავს. 3 ადამიანს ვდია. 3 ადამიანს ვდია. მეც ძნელი არ არის, იმიტომ რომ ხა კალათბურთი თან, როდესაც სერიოზულად ხარ ამ სპორტში ჩართული და არ ხარ მოყვარული, შეათავსო ოჯახთან, შვილთან. გითხარით, როგორ ხდება ეს ამბავი? ჩემ შემთხვევაში, რო გითხრათ, ახლა წლებია კალათბურთზე ვარ, ბავშვობიდან მე გავთხოვდი დავანებეთ, მაგრამ ისე გავაგრძელე, იმიტომ რომ ვერ შევეშვი ბოლომდე და ნუ იყო მომენტები, როცა ბავშვიც მიმყავდა ვარჯიშებზე, ეხლა უკვე დიდები არიან და ნამდვილად არ მიშლის ხელს არანაირად, ოჯახი მიწყობს ყველანაირად ხელს, მეუღლე კი, ყველანაირად მიწყობს ხელს. კარგი ძალიან. თქვენ მეუღლე გიწყობთ ხელს? არ ყავს შორენს. არანაირი პრობლემა არ გვაქვს არანაირად. ხანდახან ერთადაც თამაშობთ ხოლმე ალბათ კალათბურთს. კი, თამაშობთ ყველა ერთად. უგებთ მერე და არ ბრაზდებიან? არანაირად. აი მე გითამაშიათ მამაკაცებთან? როგორ არა? აი მე პირადად 4 წელი ვთამაშობდი ბიჭებთან ერთად. ბიჭების წინააღმდეგ? კი. ქალები მაინტერესებს როგორი შედეგია ხოლმე. როგორ ძალით გვიგება ხოლმე? ფიზიკური ძალით მოგვიგებენ. ხო, ნუ რა თქმა უნდა ეს განსხვავება არის. ანუ მაინც ესე კი არიან ჩვენზე ძლიერები. ნუ ფიზიკურად იყვნენ და უნდა იყვნენ კიდევაც, აბა როგორ? ხო, არა, საქმე იმაში რომ ქალთა კალათბურთი არსებობს იმისთვის, რომ ქალები ეთამაშონ ქალებს. ხო ასეა. უბრალოდ ჩვენთან ალბათ არ სტარდება შესაბამისი ტურნირები იმისათვის, რომ ეს რაღაცა ყველაფერი წესის მიხედვით მოხდეს. რა ხდება ქალთა კალათბურთში ქართულში? გითხარით, პრობლემები, მიღწევები? პრობლემებია, ის არის, რომ საქართველოს ნაკრები არ ყავს არანაირად. ყურადღება შესაბამისად აღარ არის ისეთი, როგორც ადრე იყო და 4-5 გუნდი თუ მონაწილეობს ჩემპიონატში. ჩვენ ახლა 2 წელია რუსთავის ვეჯინში ვთამაშობთ და ორივეჯერ გავხდით ჩემპიონები. უბრალოდ ეს კეთილნება იყო თვითონ ვეჯინის კომპანია ვეჯინის ხვიდან რომ დაგვასპონსორა და გავხდეთ ჩვენც მათ სახეებს წარმოადგენთ. უბრალოდ პრობლემა ისაა რომ ხა ერთი ძალიან ცოტა გუნდი გამოდის, ძალიან ცოტა გუნდი იღებს მონაწილეობას შიდა ჩემპიონატებში და ძალიან ბევრი ვიცით ისეთი გუნდები თუნდაც რაიონებში, ქალაქებში, ბათუმისთან დაწყებული რა ვიცი, უცით ყველა დიდ ქალაქში, თბილისის შემდეგ. ყავთ გუნდები ყავთ, მაგრამ უბრალოდ დაფინანსება არ არის და ხშირ შემთხვევაში უწევთ თავიანთი თქვა თანხებით, დაფარო აი თქვა გასვლით თამაშ შეკრებები მაგალითად. დიახ, ძალიან ბევრი ეს თქვათ ესეთი პრობლემებია და იძულებული ხდება ძალიან ბევრი გუნდი რომ ვერ მიიღოს მონაწილეობა ისე და ისე დაფინანსება გამომდინარე. უბრალოდ დაფინანსება რომ იყოს, გამოვა 12-14 გუნდი გამოვა. ერთი შეკითხვა მაქვს ხა ესეთი, ისინი თქვა დაფინანსება პრივილეგია უფრო ვაჟთა კი, რა თქმა უნდა. ვაჟთა კალათბურთში უფრო მეტი თანხებია დაფინანსება, ვიდრე ქალთა კალათბურთში. აი იმის ნახევარი რომ ჩვენთან იყოს დაფინანსება, რა თქმა უნდა, უფრო მეტი შედეგები იქნებოდა და 23 სპონსორი. 2 და 3. კარგით, რა თქვენი ასე ვთქვათ მოწოდება თუ არ ვიცით ხოვნა, როგორი გინდათ რომ იყოს ქალთა კალათბურთი? თქვენი სურვილი როგორც გუნდის, როგორც კლუბის, როგორია? ჩაერთეთ თქვენს ჩვენ საუბარში. რავი, ადრე შედარებით უკეთესი პირობები და ყველანაირად უკეთესად გამართული იყო ქალთა კალათბურთი და აი რამოდენიმე წელია ესე ვთქვათ რომ ძალიან მკვდარია. არავინ ყურადღებას არ გვაქცევს და ვისარგებლებთ მართლა ამ შემთხვევით და ვიტყვით იმას რომ ცოტა დაგვეხმარეთ და ჩვენს
გაგიმართლებთ იმედებს 2 წელია ვეჯინის სახელით გამოვდივართ და 2 წელია რომ ქალთა ჩემპიონებიც გავხდით და საქართველოს დასიც ავიღეთ. ასე რომ მთელი გუნდის სახელით და მე პირადად დიდ მადლობას მოვახსენებ ვეჯინს, რომ ჩვენ გვერდით იდგა და რავი მოგვაქციეთ მართლა და ელემენტარული ერთი პაესტკა მაინც გაგვიკეთეთ თუნდაც სადმე აი ახლა მეზობელ ქვეყნებში ან ბაქოში ან თურქეთში. თუნდაც რომ გავეჯიბროთ ერთმანეთს, აი რამდენად რა დონეზეა ქალთა კალათბურთი ხო ეს 7 ელია ჩვენ გასვლა არ გქონია. მაგრამ თქვენ აი მაინტერესებს ჩვეულებრივად როგორც ნამდვილი სპორტსმენები ყოველდღე გაქვთ ვარჯიში. ახლა სეზონი დამთავრდა, როცა სეზონი არის, გვაქვს ყოველდღე ვარჯიშები და ხელშეწყობა მაქვს რომ ძალიან ისეთი რომ საღამოს საათებში ზოგიერთი ჩვენგანი მუშაობს კიდევაც გარდა ოჯახისა. აქედან გამომდინარე ეს ამ თვალსაზრისით ხელშეწყობა გვაქვს. არის დარბაზი. კარგი, ხა ძალიან ისეთი ყოფითი მომენტები მაინტერესებს. ნუ ვაჟთა კალათბურთში ვიცით რომ სიმაღლე არის გადამწყვეტი. ქალთა კალათბურთში ასე არ არის, როგორც ხედავ, იმიტომ რომ ყველა რაღაცნაირად სტანდარტულზე ოდნავ მაღლები ხართ, ანუ არც არის და ერთი შეიძლება ითქვას გუნდის კაპიტანი გვაკლია, რომელიც ძალიან მაღალია, ესე რა თქვა და ნამდვილად ეტყობა რა კალათბურთელი. როგორც ბიჭებშია რომ მაღლებს უბრალოდ ვენჭება ქალთა კალათბურთში ისე არ არის. და რამხელა სიმაღლე თქვენი კაპიტანი? 89 ხო, 6 ხო, 6. აჰა. განსაკუთრებით მეტრი 79 და ესე მივყვებით. არა, არც თუმცა აქ სიმაღლეც არაა გადამწყვეტი, ხო, იმიტომ რომ ჭკვიანი თამაშია ყველაზე მთავარი. თქვენი ეს იმიჯი მარტო თქვათ, ნუ დღეს ესეთი გამოწყობილები ხართ. მაინტერესებს ყოველდღიურ ცხოვრებაში რა ხდება თქვენთან. სპორტული იმიჯი მაქვს. როგორი გარდერობი გაქვთ? ყველა სხვა. უფრო სპორტული? ნატას და დაჯის ცოტა განსხვავებული. ჩვენ მუშაობთ და აქედან გამომდინარე გვიწევს ის დახევი. სად ფეხსაცმელები არის თქვენ? ვერ ნახავთ? არც მაკიაჟი არა. ჩემს გარდერებში ძალიან სპორტული რაღაცებია, აი ძალიან. ანუ რატო გაეცინათ ყველას? ანუ იმიტომ რომ ხალხის ვერაფერს ვერ ნახავთ შიგნით. ნახევრი შარულები, ჩაჩები, კეტები. ეს დიდი მაიკი. მოდურია თავისთავად, არა მარტო იმიტომ რომ თქვათ კალათბურთელები ხარ. არა, ყოველთვის როცა არის ხოლმე მე მყავს მეგობრები, რომლებსაც სამსახურიდან გამომდინარე აქვთ ესეთი დრეს კოდი, რომ იმდენად ბეზრდებათ ეს ერთნაირი ჩაცმულობა, რომ მე რადიკალურად სხვა რამეს ირჩევენ, ასე თქვათ საღამოს წეულებაზე წასასვლელად და ხო, აი ვინც მუშაობთ რეალურად მე პირადად ესე რომ თქვა ძალიან მრავალფეროვანი გარდერობი მაქვს, როგორც სპორტული, ისე ანუ სამსახურიდან გამომდინარე მიწევს რომ ცოტა კლასიკური და ასე რომ თქვა თანასწორიც ვატარო და აი ქალები, რომელიც მსახურობენ, ზდიან შვილებს, უვლიან ოჯახს, თამაშობენ კალათბურთს და სულ იგებენ. მხოლოდ ერთი სპონსორი ყავ. რატო? მიხედეთ, ძალიან გთხოვთ და ყველა გთხოვთ. მადლობა. მე მინდა რომ გისურვოთ ძალიან დიდი წარმატება. გისურვოთ ის რომ ზუსტად იმ დონეზე იყოს ქართული კალათბურთი, როგორც თქვენ გსურთ, როგორც არის ევროპის სხვა ქვეყნებში და ყველას გისურვოთ სათითაოდ ძალიან კარგი ცხოვრება, პირადი, ასე ვთქვათ და არა მხოლოდ და სპორტული. დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. ჩვენ გვაქვს ჩართვა. მომეხმარა კრისტინე. მოგეხმარები, მაგრამ მოგეხსენებათ რომ ყველა ოჯახი, მათ შორის ალბათ თქვენც გეგმავთ არ დადეგებს თქვენი ოჯახისთვის, ყველას გვჭირდება მუშაობა, განტვირთვა და ამ მიმდინარე ზაფხულს კრისტალი აფართოებს საზაფხულო სკოლის მოქმედების არეალს, ასე ვთქვათ, 3 დიდ ქალაქში განხორციელდება საზაფხულო სკოლა და ქეთი რატიანი გვეტყვის დეტალებს. ქეთი საზაფხულო სკოლაში მიღება ცხადდება მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრისტალი სრულად აფინანსებს პროექტს. პროგრამა ხორციელდება მაგისტრატურის და ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის. ჩვენთან ერთად იმყოფება ორგანიზაციის დირექტორი მანუჩარ ჩიტაიშვილი. ბატონ მანუჩარ, პირველ რიგში გკითხავთ, საიდან გაჩნდა იდეა გაგეკეთებინათ საზაფხულო სკოლა? როგორც მოგეხსენებათ, პროექტი შეიცავს 2 მიმართულებას. ერთი მხრივ არის ბიზნეს პროექტი, მეორე მხრივ არის სოციალური პროექტი. ბიზნეს პროექტი არის იმ მხრივ, რომ კომპანია დაინტერესებულია ყავდეს ახალგაზრდა მოტივირებული პოზიტიურ აზროვნების კადრები და შესაბამისად ასეთი კადრების ძიება ყველაზე ბუნებრივია ვეძიოთ სტუდენტებში. მეორე მხრივ ეს არის სოციალური პროექტი, რადგან რეგიონებში კომპანიები, სხვადასხვა კომპანიები ვაკანსიების პირობებში ხშირად თხოვენ სტუდენტებს და კანდიდატებს სამუშაო გამოცდილებას ამ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს, რომელიც მათ არ გააჩნიათ. ამ პროექტით მათ აქვთ შესაძლებლობა საზაფხულო სკოლა
მათ აძლევთ საშუალებას, რომ შეიძინონ პრაქტიკული უნარჩვევები, რომელიც მათ დაეხმარებათ შემდგომში დასაქმებაში და უპირველეს ყოვლისა მათ დაეხმარებათ ჩვენ კომპანიაში რომ დასაქმდნენ. საქართველოს მასშტაბით 3 რეგიონში იქნება საზაფხულო სკოლა. რომელ რეგიონებში და რამდენი სტუდენტი შეირჩევა? როგორც იცით, პროგრამა ხორციელდება 3 ქალაქში, შესაბამისი რეგიონების მოწვით, გორში, ქუთაისში და ზუგდიდში. თითოეულ სკოლაში შევარჩევთ 15 სტუდენტს და სწავლება მიმდინარეობს 3 კვირის განმავლობაში, სწავლების პროცესში მოწვეული იქნება როგორც ადგილობრივი კომპანიის ექსპერტები, ასევე საქართველოში აღიარებული ექსპერტები ბიზნესის, მარკეტინგის, გაყიდვების დარგში. Როდემდე გრძელდება რეგისტრაცია და როგორ უნდა გაიარონ, ასე ვთქვათ, როგორ უნდა შეავსონ აპლიკაცია საზაფხულო სკოლაში მოსახვედრად? განაცხადების მიღების ბოლო ვადა არის 31 ივლისი. განაცხადების შეუძლიათ შეავსონ როგორც ელექტრონული საშუალებით, ინტერნეტით და გამოგზავნონ ჩვენს ელექტრონულ მეილზე, ასევე შეუძლიათ შეავსონ ფიზიკურად ჩვენს ოფისებში მივიდნენ. იქ არის ბარათები, რომელზეც 3 კითხვა არის სულ დასმული, ამ 3 კითხვას გასცენ პასუხი და დატოვონ ბარათები ადგილზე. ეს ჩვენი განაცხადები განთავსებულია HR.com-ზე, Jobs.ზე, Facebook Square-ზე და ჩვენი კომპანიის ვებსაიტზე. პროექტი დაიწყო შარშანდელი წლიდან. როგორი შედეგი იყო შარშან და როგორ ჩაიარა სასწავლო პროცესმა? შარშან კრისტალის საზაფხულო სკოლა აღმოჩნდა წარმატებული, რამაც განაპირობა შესაბამისად წელს 3 ქალაქში მისი განხორციელება. შარშანში შევარჩიეთ 20 სტუდენტი, 20 სტუდენტიდან უმეტესობა კრისტალში არის დასაქმებული და მათი ნაწილი უკვე დასაქმებულია სხვადასხვა კომპანიებში და საჯარო სტრუქტურაში, რაც თავის მხრივ მიუთითებს იმას, რომ კომპანია საზაფხულო სკოლა ეფექტურად დაეხმარა სტუდენტებს დასაქმებაში და სწორედ იმ მიზანს, რაც საზაფხულო სკოლას ჰქონდა, ამ პროექტმა შეასრულა. 20 წარმატებული სტუდენტიდან ერთ-ერთი ახლა ჩვენთან ერთად იმყოფება, მოგესალმებით. მოდით პირველ რიგში გითხარით, რამდენად ასე ვთქვათ შედეგიანი იყო საზაფხულო სკოლა თქვენთვის და მოგეწონათ თუ არა ის ლექციები, რომელიც ვთქვათ ტარდებოდა ამ პროექტის ფარგლებში? რა თქმა უნდა, შედეგიანი იყო ეს სწავლება, რადგან ტრეინინგებს გვიტარებდნენ სხვადასხვა ცნობილი ადამიანები, მათ შორის იყო დათო ტურაშვილი, თქვენი წამყვანი. იყო ძალიან პოზიტიური ტრეინინგები, არ იყო მარტო წიგნი და მასწავლებელი, იყო როგორც პრაქტიკული, ასევე თეორიული სწავლება. რამაც შედეგი გამოიღო და მე დასაქმებული ვარ ახლა ამ კომპანიაში. ძალიან დიდი მადლობა. მე კი შეგახსენებთ, რომ თუ გსურთ, რომ საზაფხულო სკოლაში, ასე ვთქვათ, ჩაერთოთ, აუცილებლად აპლიკაცია უნდა შეავსოთ 31 ივლისამდე. 31 ივლისამდე უნდა შეავსოთ აპლიკაცია. და მე მინდა შეიძლება რამე რომ ცოტა დრო დაგვრჩა და რამე რომ მას გავითამაშო, არ ვიცი, ვცადო, ფარი არ გვაქვს სამწუხაროდ რომ ჩაგდება ვისწავლო და შეიძლება პირველი ნაბიჯები ქუსლზე. ქუსლებზე ცოტი რა. ქუსლები ერთადერთ პრივილეგია სიმაღლეს გადაჭდა და ის მინუსია. აჰა, ეს უნდა გავაკეთო? კი. რა უნდა გავითვალისწინო? ახი გადადგი? ხო. გაატარე? გაატარე, კაია. გაატარე, ძალიან კარგი. მოდი პირიქით, აი, უყურე. შიგნიდან გარეთ უნდა გაატარო. მოდი, აბა. მომე. ხო, შარლით უფრო ადვილია. იცი რა? გაითვალისწინე საქართველოში საუკეთესო კალათბურთელს ხალხთა ეგრე. აი, აში. მარცხენა ფეხი გადადგენ შიგნით. აქედან უნდა ვქნა. ხო, აღარ ეცედა ფეხი არა. ბალერინას ფეხები. აჰა. ესე ხო დადგება, იცი? დაიყურე. ეს თულია საცა. მომეცი? აი ეს ხონდა დავინახო საწავლა. როგორ უნდა ვიგრძნო? უკან თვალი უნდა მქონდეს. ეს აკეთე. შიგნით უნდა გავატარო ყოველთვის? მოდი კვანცა. მოდი კვანცა, მოდი. მოდი. შენო ფეხში შალი ხარ და მეკუსწრებს. ნელია ხო მართლა? ოჩა, შიგნით. ის როგორ იყო უკან? აი ესე ხო დადგები. მაინტერესებს ქალის და კაცის კალათბურთი რაღაც წესებით განსხვავდება? არა, მე მაინტერესებს აი ეს. მომე? ხოლო ბურთია ცოტა მსუბუქი. ბურთია ხო? აბა, რამდენი ხანია ტრიალებ? დაატრიკე და დაატრიკე. მათხოვე? მიდი აბა კვანცა. არა, არა, აქვს მნიშვნელობა ესე ხო? შენ რომელი ხელით უკეთესად გრძნობდებს? ეს ფეხსაც მას მოხდა, მიდი აბა.
მოკეთ ყველამ ჩვენ საქმეს. აი ორივეთ დაატრია. აი ნახე, აი ესე ხო დაიჭერ. თვითონ ააგდე. აი თვითონ ააგდე. ეხა თან ესე წაკარი. ხო, აი ვიდი. აი გამოვა. მე მგონი რაღაც გამომივა ცოტა სტუსი. ნელ-ნელა სამქულიანსაც ისვი. მორჩა ჩემი გაკვეთილი წარუმატებლობა. ძალიან დიდი მადლობა წარმატება იქნება დაფინანსება თუ მოხდება თქვენ. ხო.